რა ქონებას, რა უძრავ მოძრავ ქონებას ფლობს საქართველოში ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიზინა ტეფისი ბორინკა ივანიშვილი. სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება ამასთან დაკავშირებით. ბლუმბერგი ერთ რიცხვს ასახელებს, ფორბსი მეორე რიცხვს ასახელებს. ეს უკანასკნელი, ანუ ფორბსი ამბობს, რომ ბიზინას 2025 წელს, 24 წელს უკაცრავად ჰქონდა 2.7 მილიარდი დოლარი. ბევრია თუ ცოტა. ბიზნესთვის შესაძლოა ცოტაა, იმიტომ რომ მას აქვს კიდევ რესურსი, ჰქონდეს დაახლოებით ერთი ამდენი, მაგრამ მიზეზთა გამო იმ ერთი ამდენს ის ვერ აკონტროლებს. ოღონდ, როგორ არის კონვერტირებული, რაშია ხატული თუ გამოსახული ეს თანხა? ქეშად რამდენი აქვს ბიზინა ივანიშვილს? როგორ წარმოგიდგენიათ? ანუ ნაღდი ფული რამდენი აქვს? მას აქვს ცდომა განუსაზღვრელი რაოდენობის, მოდი ასე ვიტყვი ნახთ ფულზე, მაგრამ აი ახლა რომ მივიდეს საკუთარ ქართულ ბანკში, რამდენ მილიონ დოლარს გამოიტანს? რამდენი ექნება? 100 დოლარიანებით, ხო? 50 მილიონი? 100? მე მგონი წარმოუდგენელ რიცხვებს ვამბობ, მაგრამ მაინც. და კაპიტალიზირებული ეს თანხა არის ნახატებში, უძრავ ქონებაში მისი კაპიტალიზაცია, აქციებში, ობლიგაციებში, სხვადასხვა ბიზნესებში, სხვადასხვა კომპანიებში, სხვადასხვა უძრავ ქონებაში და ასე შემდეგ, რომელიც მის სახელზეა, მის ან მისი ოჯახის წევრების, მოდი ვაიც ვთქვათ, მის სახელზეა. მისი ოჯახის წევრების დასრულების ქონება კიდე ცალკეა, თუ გნებავთ ესე ვილაპარაკოთ. შესაძლოა ფორბსი ცდება, შესაძლოა 2.7 მილიარდი კი არა აქვს, ვთქვათ, არ ვიცი, ვთქვათ 5 მილიარდი, ან 6 მილიარდი, 10 მილიარდი, კი ბატონო, თუ გნებავთ ესე ვთქვათ, თუმცა ეს უკანასკნელი რიცხვი არასოდეს მე არ შემხვედრია, გულახდილად გეტყვით, აქ ვლაპარაკობთ, რასაკვირველია კანონიერ ფულზე, ხა შავი ფული რამდენი აქვს მუთაკებში, ჭორბილაში, არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის. აქვს კი საერთოდ, ალბათ აქვს, მაგრამ არ ვიცი და აქედან გამომდინარე მტკიცებით ფორმაში ძახილის ნიშნიან წინადადებას ვერ დავსვამთ. ბიზინა უმდიდრესი ადამიანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ბევრისთვის მისაღები და უფრო მეტისთვის შეიმოსაზრებით, უფრო მეტისთვის მიუღებელი. მაგალითად, პოლიტიკურ აქტივობად უთვლიან იმას, ბიზინა ივანიშვილს და მეც მათ შორის, რომ ის წლების განმავლობაში ეხმარებოდა ეგრეთ წოდებულ ინტელიგენციას ან პირებს, რომლებსაც ძალიან უჭირდათ. ხა როგორ ანაწილებდა თანხებს? რამდენად სამართლიანი იყო? 5,000 უნდა მიეცა თუ 3,000 უნდა მიეცა? ხო, ეს ძალკე თემაა. მაგრამ მეც მგონია, რომ ბიზინა ერთგვარად ქმნიდა, ან მოისყიდდა, თუ გეუბნებათ, მაინც ასე ვიტყვი, პირებს და პირების ლოიალობას იმ წლებში, როცა ის აფინანსებდა ძალიან შეჭირებულ ადამიანებს და ყიდულობდა ამ ადამიანებს ირიბად, რასაკვირველია. მოხვდნენ თუ არა ძალიან გამოჩენილი პირები ამ სიაში, ბიზინას სიაში, რასაკვირველია მოხვდნენ. პირები, რომლებსაც ხელს უმართავდა და ეხლა ბიზინას რომ ვენდოთ და ბიზინას არგუმენტები რომ გავიზიაროთ, მან გადაარჩინა ათობით თუ ათასობით არა მოქალაქე. კარგია, აი მარტო ამ ტექსტს რო შეხედავ კონტექსტის გარეშე, რასაკვირველია კარგია. ოღონდ გადარჩენილთა 97%-მა უტრირებს ხადია, მას უერთგულა და მას ხელისუფლებაში მოსვლაში შეუწყო ხელი. მაგრამ მე ბიზინაზე არ ვლაპარაკობ ახლა. როგორიც არის ბიზინა ისეთია. ახლა ესმის კითხვა, თუ ბიზინას აქვს, მოდი მაინც ვთქვათ 5 მილიარდი, ხო? მისი მეათედი 6 მილიარდი, მისი მეათედი რამდენი იქნება? დაახლოებით კი არა, ზუსტად 600 მილიონი. ანუ 10% იქნება 600 მილიონი. საქართველოში გუშინ დაფიქსირდა ამბავი, რომელიც ერთის მხრივ სასაცილო არის, მაგრამ სასაცილო სულაც არ არის. ორი დღეა ტოპ თემაა. თურმე 2022-24 წლებში აზერბაიჯანიდან, როგორც პროკურატურა განგვიმარტავს, ვენდოთ ერთი წამით და საერთოდ ყველაფერში ვენდოთ. აი, თუ გევათ ყველაფერი ვილაპარაკოთ, არა ჩვენი ინტერპრეტაციებით და ჩვენი ანალიზი კი არ დავურთოთ, არამედ რასაც ოფიციოზი ამბობს, პროკურატურა რასაც ამბობს, იმ ხაზს გავყვეთ. აზერბაიჯანიდან 2022-24 წლებში შემოდიოდა დიდი რაოდენობით თანხა. ჯამში შემოტანილია, აი ბიზინა რო ფლობს 6 მილიარდს,
თქვათ და იმის მეათედი ცოტა მეტი 665 ემთხვევა სატანისტურ რიცხვს 660 მილიონი დოლარი ეხლა ვის შეიძლებოდა გაერისკა 2 წლის განმავლობაში დღეში დაახლოებით 600-700 დოლარის შემოტანა ვინ შეიძლება იყოს ესეთი თავხედი ესეთი უნარიანი ესეთი კარგი სქემის მომგონებელი მომფიქრებელი უბრალო რიგითი მოქალაქე ამას არ გააკეთებს იმიტომ რომ მას ბუნებრივი აქვს შიში რომ ცუდი თუნდაც უნარო თუნდაც მაგრამ სამართალ დამცავი სტრუქტურები სუსი პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის დაცვა საბაჟო და ასე შემდეგ ხო ისინი მას გამოიჭერენ გაფსკვანჩავენ პირველ ჯერზე თუ არა მესამე ჯერზე მაინც რაც არ უნდა კარგი სქემები აწყოს და ჩააყუდებენ ციხეში 12 თუ 15 წლით ამიტომ რიგითი მოქალაქე რიგითი ერთი პირი რა გვარისაც არ უნდა იყოს ის და რამდენადაც უნარიანი არ უნდა იყოს ის ამას ვერ გაბედავს რაც არ უნდა კარგი მომფიქრებელი იყოს საუკეთესო სამალავების ავტომობილებში გამკეთებელი იყოს აი იცოდეს რომ ძრავთან მაგალითად რაღაც მარჯვენა კუთხეში სკოჩით თუ გადააკრავ რაღაც რკინის სკოჩით არა შედუღებას მოახდენ რაღაც რკინის პატარა სათავსოსი ხო იქ თუ ჩადებ თანხას აი გაძვრება მაგრამ მაინც ვერ გარისკავს ამას ვერ გარისკავდა ვერავინ საერთოდ რომ ზურგს უკან რომ არ ხავდეს ვინმე ზურგს უკან ვინ შეიძლება ხავდეს თუ არა ამ ქვეყნის ძლიერი პირი ამ ქვეყნის მართველი პირი არა ივანიშვილისკენ სულ არ მიმყავს საუბარი არამედ ამ ქვეყნის დე ფაქტო მართველი პირი ან პირთა ჯგუფი რომელიც მას ეუბნება შენ ოღონდაც კი შემოიტანე და ეს თანხა მოგვეცი გაათეთრე და მოგვეცი და პრემიები თუ ჯილდოები ჩვენზე იყოს ამას ვერ გარისკავდა ვერც ვინმე კოტორაშვილი სახელსაც გეტყვით ცოტა ხანში ხო ამ კაცს ამ კოტორაშვილს აქვს პატარა ჯიხური ან პატარა ჯიხურზე ოდნავ დიდი ჯიხური თბილისში სავალუტო გაცვლით კურსზე მუშაობს ხო ყიდულობს დოლარს ამდენად ყიდის ამდენად რჩება ამდენ დღეში რამდენი შეიძლება გქონდეს ბრუნვა 20000 დოლარი ჩემი აზრით წარმოუდგენელია მაგრამ შეიძლება მე ვცდები იმიტომ რომ ეს არ არის განსაკუთრებულად დიდი ჯიხური მაგალითად დიდი ქსელი კურსი ჯი ან რიკო ან რაღაც დიდი შედარებით დიდი კომპანიები როა ხო ეს არის პატარა ჯიხურუკა თუ გნებავთ ასე ვიტყვი რომელიც სამფლობელიც არის ვინმე კოტორაშვილი სახელსაც ახლავე გეტყვით არის 90%-იანი წილის მფლობელი ამ ჯიხურისა 10% კი მიოსი ოჯახის წევს აქვს ამ კაცს ქვია კახა კოტორაშვილი ხოლო 10% აქვს ვინმე ვახტანგ კოტორაშვილს კარგი ჩავთვალოთ რომ კახა და ვახტანგი არიან უჭკვიანესები მაგრამ კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ კითხვას რაში სჭირდება მას დაახლოებით 700-700 დოლარის შემოტანა და სადმი აქვს აი შემოიტანა გაათეთრა ძალიან მარტივად უხსნი ადამიანებს პრობლემად შესაძლოა ვერაფერი ვერ გაიგეს ამ ამბავში შემოიტანა გაათეთრა კონვერტაცია მოახდინა ბანკის საშუალებით მოახდინა ბანკს TBC-ს მაგალითად თუ საქართველოს ბანკს შეიტანა ქეში და უთხრა რომ ეს ჩემი ბრუნვა თუ ნავაჭრიაო 700000 დღეში ოკეი დაიჯერა ბანკმაც იმიტომ რომ საბუთიც მიუტანა გაყალბებული ამასთან დაიჯერა და აი დაცვლად რაღაც რუბლებისა მისცა დოლარისა მისცა ევროს ნაცვლად რაღაც ლარი და ასე შემდეგ და გამოვატანა თანხა უკან ქეშად ან დაუსვა ანგარიშზე და ასე შემდეგ მე სადმი აქვს კოტორაშვილს გაგიკვირდებათ და ამ პატივცემულ კახას კომბინატორს რასაკვირველია რისკიან კაცს რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა ვიღაცისთვის ხო გროშებისთვის ამავდროულად რომ მისთვისაც პატარა წილუკა მიეცათ
კოტორაშვილის სახელზე 2022-24 წლებში არანაირი უძრავი ქონება არ ფიქსირდება. მაშინ კითხვა მაქვს. რა ჩამოართვეს დაკავებულ კახა კოტორაშვილს? პროკურატურამ ხო გააკეთა განცხადება, რომ კონფისკაცია მოხდა ქონებისო და მის სახელზე ქონება არ ფიქსირდება და რა ჩამოართვეს. მაგრამ ეს არ არის მთავარი კითხვა. მთავარი კითხვა არის, როგორ გადმოდიოდა ის წლების განმავლობაში საზღვარზე. ჩვენი მესაზღვრეები და მებაჟეები რას აკეთებდნენ? ყოველ დღე თუ ორ დღეში ერთხელ თუ კვირაში ერთხელ თუ თვეში ერთხელ თუ წელიწადში ერთხელ, ცხადია უფრო ხშირად, ხო? ალბათ კვირაში ერთხელ დაუშვათ. რო გადადის ეს არც თუ პატიოსანი კაცი აზერბაიჯანის საზღვარზე, ანუ წითელ ხიდზე. და რო შემოაქვს ეს თანხა, მებაჟეები, მესაზღვრეები რას აკეთებენ? ესე იგი, ლოგიკურად თუ ვიბრძელებთ, აქ არა მაქვს ველაპარაკი იმაზე, ამდენად ცუდია ვინმე. აქამდეც შეიძლება მივიდეთ, მაგრამ მოცემულ ეტაპზე არა მაქვს. საუბარი ამ თემაზე, ვინ ავალებდა ამ ყველაფერს, ხო? ლოგიკურად თუ ვიბრძელებთ, კოტორაშვილ კახაბერს 90 წლის ფლობელს შპს ფინში დამავიწყდა კომპანიის დასახელება, რომელსაც ფლობს ჯიხურში, პატარა ჯიხურში. ხო, ყავს კრიშა. ეხლა მე კითხვა მაქვს, და ეს კრიშა ავალებს. კრიშა ეუბნება, რომ გადადი აზერბაიჯანში, დაგხვდება იქ ვიღაც, თუ არ ვცდები, ჰუსეინოვია გვარად შეიძლება, თუ არ ვცდები, რომელიც ასევე დაკავებულია, ბეჭვიტანილია. ხო, მაგასაც ვნახავთ, მოდიშ ვიხდი ამასობაში. ხო, დაგხვდება იქ ვინმე და ესე იგი ვინ არის? ელდარ ჰუსეინოვი. ამას სასამართლოზე ასახელდა კიდევ ერთი სახელი, ელდარ ჰუსეინოვი, რომელიც ბრალდებულთან ერთად მოქმედებდა. ხო? დაგხვდება, ჰუსეინოვი გადმოქცევს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ გადასცეს 600,000. რამდენი $100-იანია. წარმოგიდგენიათ? $200 და $100 ხო ვერ მისცემს, ხო? $100-იანები უნდა მისცეს. ეს არის დიდი ჩანთა. საკმაოდ დიდი, $10,000 არის დაახლოებით ამდენი. ესე იგი, ამაზე 60 ჯერ დიდი, რომ აი ესეთი სიმაღლის დაახლოებით. ტონას ნუ მანგარიშებილებთ მაინც და მაინც ერთი შემოტანის წონას. თამაშ შემოაქვს. ყველასგან მალულად, მაგრამ სად მიაქვს? როცა გაათეთრებს ამ თანხას, სად მიაქვს, სად ხარჯავს? სადღაც ხომ უნდა იყოს ეს თანხა? ეს არის პირველი კითხვა. მეორე კითხვა არის ესეთი, ჰუსეინოვი ან ჰუსეინოვის ზურგსუკან დგომები აზერბაიჯანში. რა საქმეში უხდიან კონკრეტულად კოტორაშვილს, ან კოტორაშვილის ზურგსუკან დგომებს ამ თანხას? რა იყიდეს კოტორაშვილებმა? უფრო ზუსტი რომ იყო, რა გაყიდეს კოტორაშვილებმა 665 მილიონად 2 წლის განმავლობაში. ბიზინა ივანიშვილის მთელი კაპიტალის 1/10. ეს შეიძლება იყოს ბორჯომი? აი ბორჯომი გადააქვს წითელ ხიდზე, ბორჯომი და წყალი და ლიმონათი გადააქვს, ბორჯომი, წყალი, ლიმონათი, ღვინო, თხილი გადააქვს, ბორჯომი, წყალი, ლიმონათი, ღვინო. კიდე რაც აზერბაიჯანში არ არის ისეთი რაღაცები რომ დავასახელოთ, თუმცა ღვინო არის, წყალიც არის, ბორჯომი არ არის გასაგები. რა შეიძლება გადაგქონდეთ? ეხლა მე ეჭვებს გამოვთქვა. შეიძლება გადადის მაგალითად იარაღი, მაგალითად ნარკოტიკი. მაგრამ არც ერთ ვერსიას მე არ ვემხრობი, მაგრამ უბრალოდ ვასახელებ. მაგალითად გადადის ის მიკროჩიპები, რომლებიც რუსეთს სასიცოცხლოდ სჭირდება. და აი ამ შემოვლითი გზით, მე უკვე ალბათ მე ვარაუდობ, რომ აზერბაიჯანი დაღესტანის საზღვარზე ხდება, თუ ეს სქემა ესეა, თუ ეს სქემაა, ხო? აზერბაიჯანი დაღესტანის საზღვარზე ხდება და მერე შედის უკვე რუსეთში დაღესტანის გავლით. ეს ვერსიის დონეზე არ გეგონოთ რომ რამეს ვამტკიცებ. რას აძლევს კოტორაშვილი იქ აზერბაიჯანში ჰუსეინოვს? და რატომ რაში უხდის ჰუსეინოვი ამ თანხას? ჯამში 665 მილიონი. მე წარმოდგენა მინდა შეგექმნათ.
უკრაინას ეხლა დაეხმარება შეერთებული შტატები და ასეც ეხვეწება, ევედრება უკრაინა და მეხმარება, ეს არის 500 მილიონი დოლარის დახმარება. 500 მილიონზე 160-165 მილიონი დოლარით მეტზეა საუბარი. და კვლავ ვიმეორებ, ვინ დგას კოტორაშვილის უკან? კოტორაშვილის უკან ვიღაცა რომ დგას, ეს ხომ ფაქტია. ეხლა კიდევ სხვაგვარად დავსვავ საკითხს. რატომ რაში სჭირდება საქართველოს დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებას, ბანდას, კობახიზის ბანდას? ამ თემის ამოწევა ახლა. ოპოზიციას ამას ვერ მიაბრალებს მიუხედავად იმისა, რომ ცდელობა ცალკეულ ექსპერტებს იმედში რო გამოდიან და ხალხის ძალას რო წარმოადგენენ უმრავლეს შემთხვევაში, ამის ცდელობა აქვთ. აი მაგალითად ვინმე ბატონ ქართველიშვილს, ვინმეს მეთქი ასე ვიტყვი, თუმცა ვიცი ვინც არის. სახელმწიფო მედიაში გაეჟონა ერთმა ანალიზმა, არა ინფორმაციამ. ერთ-ერთი ექსპერტად წოდებული და მე ახლა გეტყვით რაგვარიც არის ეს ქალბატონი. გეტყვით. ესე იგი, ეს არის ეროვნული ბანკი, რას ამბობს ეს ცალკე თემა. ეხლა ვეგეტყვით. ვინმე ნინო ფოჩხუა ამბობს 700 მილიონის გათეთრება შემთხვევით არ ხდებაო, 660 მილიონს გულისხმობს. არც დიდი კრიშის გარეშე და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის მიღმაო, ამას ციტირებს იმედი ნიუსი ექსპერტ ნინო ფოჩხუას, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულია და ქართულ ოცნებას მართლა ექსპერტად მიაჩნია. ან ექსპერტად მიიჩნევს და ახელფასებს რასაკვირველია, რასზე მიანიშნებს, ვისზე მიანიშნებს ქალბატონი ფოჩხუა. გარეშე და არც კონკრეტული უწყებების ხელშეწყობის გარეშე. კონკრეტული უწყებები შეიძლება იყოს, უწყება შეიძლება იყოს სუსი. არა მდინარაძის თავკაცობით სუსი, არამედ ლილუაშვილის თავკაცობით, რომელიც იმ პერიოდში, როცა ეს ფულის გათეთრება ხდებოდა, 22-24 წლებში, სწორედაც რომ სუსის ხელმძღვანელი იყო. ჩვენ სულ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ესენი ღარიბაშვილზე გადიან, მაგრამ ამასობაში შემოგვავიწყდება ხოლმე, რომ ემანდ ესენი ხომ არ გადიან ლილუაშვილზე და სწორედ ლილუაშვილის გააფსკვანჩვა ხო არ უნდათ? მათ შორის დაბრალება ამ ამბისა, ამ საქმისა, რომ ის უწყობდა ხელს, მაგრამ თავად ლილუაშვილს განა სად მიქონდა ეს თანხა. ეს ხო ძალიან საინტერესოა. ლილუაშვილის სახელზე უძრავი ქონებები კი ფიქსირდება? იქნებ ლილუაშვილს მიქონდა იმ ოფშაკში, რომელშიც ფული ცოტა შემოაკლდა ბოლო ხანებია ბიზინა ივანიშვილს და მის ბანდას. ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი. ეს ოფშაკი, ამ ოფშაკის თანხა რას ხმარდებოდა? შემთხვევით ხომ არ ხმარდებოდა ისევ და ისევ, ასე მაგალითად, ჩვენი მხრიდან მიკროჩიპების შეძენას, რომელიც ისევ ამ და მაგვარ სქემებში უნდა გამოყენებულიყო და ისევ შემოსულიყო თანხა. კიდევ ერთი კითხვა. აღმოჩნდა რომ ჩვენ საერთოდ ფული ამაგრებს კურსს, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. თუ ეხლა 660 მილიონის სქემა ჩაფუშულია და ჩავარდნილია, გამოდის რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება უსეფ იფეთქოს ლარმა და გაიქცეს. ანუ ეს ეკონომიკაში ჩასხმული თანხა ხო იყო ნაწილი მაინც. ნაწილი მესმის რომ შეიძლება კონვერტირებული იყო, გათეთრებული კონვერტირებული იყო და უცხოეთში იყო გატანილი, მაგრამ მისი მესამედი მაინც ხო სჭირდა არჩა ამ ქვეყანაში. და თუ ეს სქემა ჩაშალა კობახიზემ და სწორ იქნა, განა არა, რომ ჩაშალა, რომ შავი ფული არ უნდა ტრიალებდეს, მაგრამ ეს ხო სქემა იყო. ეხლა ერთ შემთხვევაში ლილუაშვილი ჩავარდა, სხვა შემთხვევაში რა ვიცით რომ არ ჩავარდება ანრიო ხანაშვილი. აი მდინარაძესა და ლილუაშვილს შორის რომ იყო უშიშროების მინისტრი. ლილუაშვილიც არ ჩავარდა, ლილუაშვილი შეიძლება ჩავარდეს, ბოდიშვილი, შეიძლება ღარიბაშვილი, შეიძლება გომელაური ჩავარდეს. მოკლედ ვიღაც ბობოლა რო ჩავარდება და მარტო კოტორაშვილის დონეზე არ დარჩება, ეს ყველაფერი ეს ფაქტია. ხო, ეს იმდენად დიდი თანხაა, რომ ამ ამბავში ვთქვი, რომ ხუსეინოვი და აზერბაიჯანი მონაწილეობს, ამ ამბავთან დაკავშირებით აზერბაიჯანის უმაღლესი ხელისუფლებაც იქნება ინფორმირებული. და მე არ ვიცი როგორი პოზიცია ექნება ოფიციალურ ბაქოს. იქნება და ოფიციალურ ბაქოს კონდეს ისეთი პოზიცია, რომელიც
რომელიც ოფიციალური თბილისის პოზიციის მიდგომისაგან განსხვავებული იქნება. ანუ დე-ფაქტო ხელისუფლების ბანდის მიდგომისაგან. რუსულ პროპაგანდაში ხო არ იხმებოდა მათ შორის. აი იმედში ხო არ მიდიოდა ამ თანხის ნაწილი, რომელიც ესეთ ეთრდებოდა პატარა თანხა არ არის ხალხო. 2 წლის განმავლობაში 660 მილიონზე ვლაპარაკობთ. 330 მილიონზე ვლაპარაკობთ წელიწადში 12 თვეში. ხა თქვენ თორე ანგარიშეთ დღეში, საათში და წამში რამდენია. კარგი, კიდე სხვაგვარად დავსვათ საკითხი. თუ ეს ასეა და პროკურატურის ვერსიას მივყვებით, ხო? პროკურატურისა და სუსისა. რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა ასეთი ჯგუფები არ მოქმედებს. სხვა კოტორაშვილები, აბაშიძეები, ბერიძეები, გელაშვილები, რა ვიცი, სხვა გვარის ადამიანები არ არიან. სხვა სავალუტო ჯიხურებში ან სხვა ამგვარ კომპანიებში. ეხლა მე გეკითხებით, თუ ეს ასეა, ამავდროულად ბიუჯეტის ფულს ხრავს ვინმე მიქაუტაძე ან რიჟვაძე, თუ კოლცენტრების თვის ოაზისია შექმნილი ჩვენს ქვეყანაში, თუ ნარკო ტრაფიკისთვის ოაზისია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი. ეს ქვეყანა საერთოდ რაზე დგას? ბიზინა ივანიშვილი ახლა ედავება გარკვეულ თანხას ბიზინა ივანიშვილის სწორედ ბურჭულაძეს, იმიტომ რომ ბურჭულაძე აღარ არის მის ქვემდებარე. მაგრამ აი თავდაცვის მინისტრი რო ყოფილიყო ბურჭულაძე, მიედავებოდა ან ნატოში საქართველოს წარმომადგენელი. რასაც თავაზობდნენ კიდეც. ისკენაც ილტებოდა კიდეც. ანუ ვინც ბიზინა ივანიშვილის ფრთების ქვეშ არის, ჯერჯერობით ინდულგირებულია, მაგრამ ხვალზე აი ანრი ოხანაშვილი აღარსად აღარ არის და გარანტია აქვს კი ოხანაშვილებს საერთოდ ამდენიც არის ქვეყნის მასშტაბით. ან ბატონ ანრის, რომ ხვალ ამას არ მოკიდებენ თუ ნამეტარი პატიოსნათი ცხოვრა ბატონმა ოხანაშვილმა, როგორ გონია? არა, 660 მილიონი შემოტანილი მას არ ექნება, მაგრამ who knows? ვინ იცის? 660-ზე არა, რა დანაშაული აქვს ჩადენილი. ვინ იცის მეთქი ამას ვამბობ. იქნება და ამიტომაც არიან ცოტა აჭკვიანებული ქართული ოცნების უერთგულესები ბიზინა ივანიშვილის ფრთების ქვეშ და არ უხდებიან, იმიტომ რომ აფრთხობთ, რომ ბიზინა ივანიშვილმა ისინი ხომ გასვარა, ფული აკეთებიდა და როგორც კი აი ბურჭულაძის მაგალითიც ამის მადასტურებელია, როგორც კი გავლენ ისინი ბიზინასგან ამამტყოფობის გამო, ფინისის იქნება ბიზინამ უთხრას, რომ 1 მილიონი მომეცი, 2 მილიონი მომეცი. თან ბიზინა დაუნდობელი კაცია, ვისაც 2 მილიონი მართებს, იმას 5 მილიონს თხოვს, ვისაც 5 მართებს, იმას 17-ს თხოვს. დაახლოებით ესე ანგარიშობს, აი დღეს ჩაირთო უკაცრავად ბიზნესეული ტერმინებით ვიტყვი, შოჩიკი ხვალ თუ არ მოიდან დაემატება ამდენი და ამდენი პროცენტი. და მე უკვე თავისი ექსელის ფაილი აქვს. თავისი ექსელის ფაილი. აი ბაჩიაშვილსაც რო ედავება, 1.3 მილიონზეა ლაპარაკი, რამდენადაც მე ვიცი. მაგრამ მილიარდ 300 მილიონი ამდენი და ამდენი ბიტკოინი ახლა ის. როცა ბაჩიაშვილმა აბსოლუტურად კანონიერად ჩემეული გაგებით. გამოვართვა მას, ანუ ქართულს სესხი, როცა დაუბრუნა იმ პერიოდისთვის ის 1.3 მილიონი არ იყო. მაგრამ ბიზინა ივანიშვილი, რომელიც წარმოდგენა არ აქვს, როგორც ჩანს, იმ სატელეფონო საუბარში ჩანს რა არის ბიტკოინი და მე ხაინდრავა რო ყავს. ქართულ ბანკის ხელმძღვანელი ქალბატონის სახელი არ მახსოვს. იმას რო ელაპარაკება, რომ ხაინდრავასთან ერთად შევხვდეთო ბაჩიაშვილს რო ეუბნება იმ აუდიო ჩანაწერში, იქ ჩანს რომ წარმოდგენა არ აქვს. კაი, გავანებოთ ხა იმას თავი ბიზნეს რაზე აქვს წარმოდგენები და რაზე არა. მოკლედ, იმ პერიოდისთვის ბიტკოინი არ იცის, რა არის 2018-19 წელი. კარგი. აი, მოხდა ეს ამბავი. ბაჩიაშვილმა თქვათ მოიპარა ბიზნესეული გაგებით, ბიზნესული ინტერპრეტაციით ლაპარაკობ ამას. თქვათ 200 მილიონი, იცით ამდენს თხოვს? 1.3 კარგი, მილიარდს. ოღონდ ეს მილიარდი რატო გაიზარდა, იცით? მეორე დღეს რომ არ მიუტანა ბაჩიაშვილმა თანხა, ხო? ბიზნესამ ჩართო ეგრეთ წოდებული შოჩიკი. ჯარიმები ჩაურთო, აი ბანკი რო გვირთავს ხოლმე, ვისაც პერიოდულად დავალიანება გვაქვს. გვაკისებს და მე უნდა მიხვიდე და ეხვეწო ევედრო. ნუ იქნება ჩამომაწერო ეს დავალიანებები და ჯარიმები. ბიზნესთან აღონს ეს ხვეწდებოდა რა არ ჭრის, რო უთხრა 200 მილიონს მოგცემო ბაჩიაშვილს რო ეთქვა. ბიზნესა არ დათანხმდებოდა. მან ზუსტად იცის რომ მილიარდია თუ 1.3-ია ბაჩიაშვილის ვალი. ხო და ბიზნესა რა გაივახსენე, კიდევ ბიზნესს ვახსენებ.
ბიზნეს თუ აქვს 6 მილიარდი ერთ წამს წარმოვიდგინოთ. მისი ვთქვათ 6.6 მილიარდი აქვს, ხო? 1/10 ვიღაცამ შემოიტანა, ოღონდ ეს ვიღაცა ვინმე კოტორაშვილი არ არის, მე კოტორაშვილი. ვაჟას კოტორაშვილი ვიცი. ვაჟა შაველასი, ბატონებო. ქართული ოცნების წარმომადგენლება. ასევე ზვიადაურის ვიცი. თქვენი ზვიადაური კი არა. ვაჟას ზვიადაურის ცნობ მე. ისე როგორც თქვენს კოტორაშვილს კი არა, ვაჟას კოტორაშვილს. ცნობ მე. მაგრამ გავანებოთ თავი ამას. მესამე ვინ არის დაჭერილი? კოტორაშვილი და ისა კანდელაკი. კანდელაკი არ ახავს გონი გარწმუნებით შემიძლია გითხრათ ვაჟას გმირი. ასეა ეს. სანამ თევზი თავიდან ყარს და თევზის თავი არ იქნება მოკვეთილი და თევზი გასუფთავებული, მანამდე ამ ქვეყანას არ ეშველებ. დღეს კოტორაშვილი იქნება, ხვალ აბაშიძე იქნება, ზეგ ბერიძე იქნება, ან ბერაძე ბატონო ბიზინა, ბერაძე, ნაცნობი გვარია თქვენთვის. ხო? მასაც ხო ედავებოდით. გეხსოვებათ. სწორედ თანხაში. არა? ნახვამდის.